ულამაზესი სახლების ჩვენების დღე ჩვენს ნაკრძალში ასევე ეძახი ვასაუს ვისკონსინის შტატი ქალაქი სადაც ულამაზესი ბუნებაა თუ ზაფხულია და ულამაზესი სახლები აი ეს სახლი 659,000 ახლავე გაჩვენებთ აი შულები დარბიან ასეთი სიწყნარია ну ალბათ მომავალში ვიღაცა აშენებს აქ სახლს გვერდით მაგრამ არც ამით დაშავდება რამე და შეიძლება წინაც ააშენოს ვიღაცამ და არც ამით დაშავდება რამე გარშემო მშვენიერი სახლებია ძალიან კარგად ერთმანეთთან შერწყმული სამი ავტოფარეხი ძალიან მოკლედ მოჭრილი ლამაზი გაზონი თითქოს გოლფის მოედანი იყოს რა სილამაზეა შემოდიხართ ასე და ღია კონცეპტი ულამაზესია აი სივრცე ძალიან მიმზიდველი სივრცეა იზიდავს ადამიანს ძალიან კეთილმოსურნე სივრცეა ადამიანს უნდა რომ იმყოფებოდეს ამ სივრცეში და მართლაც ასე იქნება 90%-ს თქვენი დროის გაატარებთ ამ სივრცეში საძინებელი ოთახები სტუმრების კიდევ ერთი სტუმრების აბაზანა და მთავარი საძინებელი ოთახი ძალიან გემრიელი სახლია და მთავარი სააბაზანო არაფერი ზედმეტი არ არის ყველაფერი არის ხუთიანზე შესრულებული კარგი კომბინაცია ღია და მუქი ფერების პირდაპირ ავტოფარეხში შედიხართ გვერდით სამრეცხაო მშვენიერი ავტოფარეხი სამი მანქანისთვის და ისეთი რომ ძალიან ბევრი ადგილია რომ რაღაცა სათავსოსავით რაღაცას გამოიყენოთ კიდევ ერთი აბაზანა კიდევ ერთი ოთახი და კიდევ ერთი ოთახი 294 კვადრატული მეტრი 660,000-ად. ანუ $2038 გამოდის კვადრატულ მეტრზე. ბევრად უფრო იაფია ვიდრე ვაკეში. ну, მაგრამ არ ხართ ვაკეში. ეს უკვე გოლფის სამეზობლოშია, აქ გარშემო არის გოლფის მოედანი და აი ეს სახლები არის გოლფის მოედნის გარშემო განლაგებული. საკმაოდ დიდი სახლია, საკმაოდ პრესტიჟულიც. ჩემი აზრით ცოტა მოძველებულია, ის რომ ცარიელია, ცოტა არ იყოს ართულებს ამ სახლის გაყიდვას. ცოტა ჩაბნელებულიც არის. შუქების ანთება შეიძლება, მაგრამ ყოველთვის უკეთესად იყიდება სახლი, როდესაც ავეჯით არის გაწყობილი და სტეიჯინგია გაკეთებული. რაღაც ორიგინალური აქვს აი ეს კიბეები, მაგალითად, სივრცეები. ძალიან ლამაზია. მაგრამ აი ეს ცოტა მოძველებული იერი აქვს. ოთახი ეს ოფისი იყო. ეს თავარი საძინებელი ოთახია და კი, აქვს გარკვეული სიძველე და ფასიც ცოტა მაღალია. გარეთ ასეთია. დიდი მიწის ნაკვეთი. პირადი სივრცე უფრო კარგად იგრძნობა აქ. privacy, როგორც ამერიკელები ამბობენ. 484 კვადრატული მეტრი. და ღირს $800,000. ანუ რა გამოდის? $1642 გამოდის კვადრატულ მეტრზე. საკმაოდ იაფია. ვაგრძელებთ გადაცემას ციკლიდან სახლები, რომლებიც თბილისის ფასებზე იაფია. იახაც ჩვენს პატარა ქალაქში შეგიძლიათ შეიძინოთ სახლები იმაზე დაბალ ფასებში ვიდრე თბილისი. ხუმრობა გვერდით იყოს, მაგრამ მართლა ასეა. კვადრატულ მეტრზე ფასები აქ ბევრად უფრო დაბალია ვიდრე ჩვენს დედაქალაქში. მაგრამ არ ხართ ვაკეში, არ ხართ გლდანში, არ ხართ ავლაბარში, ხართ ვისკონსინის პატარა ქალაქ ვასაუში და გაქვთ ესეთი ხედები. გარშემო ასეთი სილამაზეა, ბუნების წიაღი,
ეს სახლი სულ ახლახანს აშენდა. აი ამ წყნარ სამეზობლოში. უცხოვრებელია ეს სახლი. დიდი ფანჯრები, სივრცეები, სამზარეულო გადადის ორგანულად living room-ში, კიბეები ადის საძინებელ ოთახებში. აქ სამრეცხაოა, პატარა საპირფარეშო, ზემოთ სართულზე არის მთავარი საძინებელი ოთახი, მიერთებული სააბაზანოთი, პრაიმერი, ასევე ეძახით, პრაიმერი საძინებელი ოთახი. კი ბატონო, ცოტა გულდასაწყვეტია ეს, რატომ თქვი რომ გულდასაწყვეტი არის მეთქი. ხანში შესული ადამიანები არ იყიდიან ამ სახლს და დაგვრჩა მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ახალგაზრდები არიან. 348 კვადრატული მეტრი და $1865 კვადრატულ მეტრზე. არ დაგავიწყდეთ, ეს არის დამთავრებული სახლი. აქ არაფერი აღარ გჭირდებათ, უბრალოდ შემოდით, იცხოვრეთ, შემოიტანეთ თქვენი ავეჯი. აი ასეთი კვადრატული მეტრის ფასებია ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოში უბრალოდ ბეტონის კედლებს ყიდიან. ჩემო კარგო ქართველო მშენებლებო, გაითვალისწინეთ, იქნებ ცოტა აწიოთ მშენებლობის სტანდარტი და დამთავრებული ბინები ჩააბაროთ მომხმარებელს. რა მაგარი იქნებოდა რა. ვიცი რომ ალბათ ვიღაცა ამაზე ფიქრობს, ალბათ ვიღაცა უკვე ამას აკეთებს. დარწმუნებული ვარ. ამ სამეზობლოს ქვია Rib Mountain. როგორც უკვე სახელი ამბობს, საქმე ეხება მთას. This is a state park there. Yeah. That's the Rib Mountain. It's the backside of the Rib Mountain out there. Yeah. And it's protected territory there. აი სამზარეულოს კიდე ამას ვეძახი მე. პირდაპირ გადიხართ გარეთ. ულამაზესია. წარმოიდგინეთ, ყოველ დღე იღვიძებთ აქ. ყოველ დღე სადილობთ აქ. საუზმობთ აქ. ვახშმობთ. რა უნდა კონდეს ადამიანს კიდევ საფიქრალი. რასე უნდა ინერვიულოს ადამიანმა. მთავარი საძინებელი ოთახია. აბატონო. ესეც აბაზანა. ქალბატონის ნიჟარა და ვაჟბატონის ნიჟარა. ესეც შხაპი. მე მგონი აქაც ყველაფერი ხუთიანზეა შესრულებული. სტუმრების ოთახი კლასიკა არა. სამრეცხაო ავტოფარეხი. შემოსასვლელი. აი ამას ვეძახი მე სახლის სარდაფს. და ამას ვეძახი ბავშვების ოთახს. რომელ ბავშვს არ მოეწონება ესეთი ოთახი. ბედნიერებაა ბავშვისთვის. სივრცეები არის გადასარევი ამ სახლში. ეს თუ სარდაფია, მაშინ ზემოთა სართული რა იყო? აქ დამატებითი ოთახი. უბრალოდ რა, ეხლა სივრცე რო არ მოცდენილიყო, პალადბურთის ფარიც კი არის. ივარჯიშე რამდენიც გინდა. არ არის ესეთი შტამპირებული სამეზობლო, რომ ყველაფერი ერთმანეთს გავდეს. მეზობელს აუზიც კი აქვს, რაც უჩვეულოა ჩვენთვის ამ გარემოში. დღეს არაჩვეულებრივი სახლის ჩვენება მომიხდა. ეს მიწის ნაკვეთი რამოდენიმე წლის წინათ გავყიდე. მშენებელმა იყიდა ნაკვეთი და ააშენა აი ეს არაჩვეულებრივი სახლი. ვიდეო ინგლისურად იქნება, რამე თუ ეს ჩანაწერი ჩემი კლიენტებისათვის გავაკეთე, რომლებიც ქალაქში არ არიან და უბრალოდ ისინი ქართულად არ საუბრობენ. უჩვეულო ფორმების სახლი, ულამაზესია. გადმოყურებს თელს ქალაქს. საკმაოდ მაღალი გორიდან. აი ასე. From the entrance, you have entrance to the garage, and there is a huge 4-car garage. 1 car, 2 car, there's a shop, and there's enough space here for another car. And there are 2 rooms here. It's all finished, the flooring is finished, ceiling needs to be finished, and drywalling needs to be done. Very good fit to become bedrooms later. So we're going up
And going into the main area, here's the kitchen. Flows wonderfully into living space, living area, beautiful TV, the fireplace, the kitchen area flows into extra room for a child, used for a child, but it's inherently a bedroom. Laundry room here has a sink. The kitchen is beautifully done, amazing cabinetry, amazing design. Guest bathroom, butler pantry, primary bedroom. Very tasteful, very bright, amazing daylight, absolutely stunning. Nothing is missing in this home. And let's go one floor higher, like a loft here. Full bath with amazing window, beautiful bedroom. Right to the balcony. How is this? To sit here every morning and enjoy the views like nothing else. And I'm very proud of these people. Very proud that I know the builder, and even so much more proud that I was the person who sold this land to these people to create this masterpiece. And so another deck. It wraps around with beautiful views. One of the best homes you can find in today's Wausau, Wisconsin. It's a masterpiece. One of a kind property in Wausau. It's very exciting. This was Gizo Jarmeli, finest real estate with accent.